საქართველოს შეიქმნა კომპანია T-Grow, რომლის დამფუძნებელი არის თამარ გეგია, რომელიც არის ჩვენი სტუმარი დღეს. კი ბატონო. და ჩვენ შევეცდებით, რომ ამ ასე ვთქვათ დროში მოვასწროთ იმაზე საუბარი, თუ ზოგადად ან რა გამოწვევები არის ამ კუთხით ბაზარზე, ხო, ანუ სამედიცინო მენეჯმენტის კუთხით გულისხმობ. და ალბათ დავიწყებთ იმით, რომ ჩვენ აუდიტორიას უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეს თუ ვის ვესაუბრებით. თამარ, მოდი ორიოდე სიტყვით, მინდა რომ შევეხოთ T-Grow-ს, ხო? ან რას აკეთებს T-Grow, რას თავაზობს რეალურად სამედიცინო სექტორს და რა გამოწვევებია დღეს ზოგადად ბაზარზე ამ კუთხით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ თავიდან, ესე იგი T-Grow ეს არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებების განვითარებაზე. ჩვენ თანამშრომლობთ არა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებების დამფუძნებლებთან და ხელმძღვანელებთან, ასევე ექიმებთან, რადგან ესენი არიან ფაქტობრივად მთავარი გუნდი ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების. ჩვენი მიმართულება და სერვისები არის კომპლექსური. ყველაფერს ვიწყებთ ასე ვთქვათ დიაგნოსტიკით კომპანიის ვარკვევთ და ვადგენთ საჭიროებებს, არსებულ პრობლემებს, ხარვეზებს. ამის შემდეგ უკვე ვადგენთ სამოქმედო გეგმას, სტრატეგიას და კლინიკასთან ერთად მერე თანამშრომლობით მივდივართ უკვე საბოლოო მიზნისკენ. თუმცა სერვისების ასე ვთქვათ არჩევანი საკმაოდ დიდია ჩვენ შემთხვევაში, იმის გამო რომ ჩვენ უკვე გვყავს ბევრი პარტნიორი კომპანია, შეგვიძლია კლინიკებს შევთავაზოთ თანამშრომლობა არა მხოლოდ უშუალოდ ბიზნესის განვითარების კუთხით, ასევე თანამშრომლობა შევთავაზოთ თუნდაც სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით, K-Call-თან თანამშრომლობთ ამ მიმართულებით, ასევე შეგვიძლია შევთავაზოთ საბუღალტრო მიმართულება, იურიდიული კონსულტაცია. მოკლედ, ჩვენი ამბიცია არის ის, როცა ვიწყებთ თანამშრომლობას კონკრეტულ კლინიკასთან, შევთავაზოთ კომპლექსური თანამშრომლობა და დავეხმაროთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებაში, რაც ახლა მის წინაშე დგას. აი, სხვათა შორის მე მინდა რომ ამის სეპარირება გავაკეთოთ, ხო? ანუ არის სამედიცინო სერვისები და არის სამედიცინო მენეჯმენტი, ხო? ანუ დღეს ახლა პაციენტები და კლიენტები გახდნენ გაცილებით უფრო პრეტენზიულები, ხო? ანუ სერვისისადმი. რეალურად აი რა მდგომარეობაა დღეს და რა გამოწვევებია? ახლა იმ კითხვას არ დავსვავ, რატო შეიქმნა ზუსტად ეს საჭიროებები არის ბაზარზე, ხო? მაგრამ აი რა არის მთავარი გამოწვევა რა? ახლა დღეს კლინიკებში რატო ჭირდებათ ეს? ჩვენ ამაზე აგერ კულისებში საუბრობდით, თუმცა შენგან როგორც პროფესიონალისგან თამარ ამის მოსმენა უფრო საინტერესოა. ძალიან კარგი კონტროლული კითხვა. რეალურად დღევანდელი პაციენტის როგორც მომხმარებლის ქცევა ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც იყო თუნდაც 5 წლის წინ. და აქ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ქართველი პაციენტის ქცევაზე, ეს არის გლობალური ტენდენცია, როცა პაციენტი სამედიცინო დაწესებულებისგან მხოლოდ მაღალი ხარისხის კლინიკურ სერვისს არ ელის და მისთვის მნიშვნელოვანია ყველა შეხების წერტილი, რაც ექნება სამედიცინო დაწესებულებასთან, იყოს ძალიან კომფორტული, ხარისხიანი და ასევე ყველა შეხების წერტილში ჩანდეს ზრუნვა, რომ სამედიცინო დაწესებულება პაციენტზე როგორც ერთ ინდივიდზე ზრუნავს და მას განსაკუთრებული ემპათიით ეპყრობა. ეს ასე ვთქვათ ბოლო წლების ძალიან აქტუალური ტრენდია. არიან რა თქმა უნდა კლინიკები საქართველოში, რომლებიც უკვე ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, თუმცა ამას მაინც ეპიზოდური ხასიათი აქვს. სამწუხაროდ დღევანდელი სამედიცინო სექტორი ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. უამრავ კლინიკას ყავს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები, თუმცა ყველა მომყოლი სერვისი საჭიროებს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას და ამ ნაწილში რა თქმა უნდა T-Grow მზად არის თანამშრომლობისთვის. მე სწორედ გავიგე, ხო, ესე იგი T-Grow გარდა იმისა, რომ გარკვეულ რაღაც დიაგნოზს სვავს, ასე ვთქვათ, ხო, ანუ მოდი ესე ვთქვათ, ბიზნეს პროცესების თვითონ კლინიკის, როგორც ბიზნესს უყურებს, ასე ვთქვათ. თქვენ ასევე ხართ ჩართული ამ ყველა, ასე ვთქვათ, რეალიზაციაშიც ხართ ჩართულები და შეგიძლიათ ჩაერთოთ უშუალოდ კლინიკის მართვაშიც, ხო? ხო, სწორედ მესმის. და რამდენად აი დღევანდელი დღე მინდა რომ შევაფასოთ, ხო? ეხლა თქვენ არ არის დიდი ხანი რაც შეიქმნით, ხო? სულ ახალი. როგორი გამოხმაურებაა დღეს კლინიკებისგან? ანუ რეალურად არის უნდათ ამის შეცვლა როგორც არის დღეს?
თავისთავად საკონსულტაციო კომპანია სულ რამდენიმე თვეა, რაც დაფუძნდა და არსებობს, მაგრამ ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში გამოხმაურება იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე ჩვენი პირველი მოლოდინი იყო. ეს აჩვენებს ზუსტად იმას, რომ ერთი მხრივ კლინიკები უკვე აიდენტიფიცირებენ რა პრობლემის წინაშე დგანან და ეძებენ გზებს ამ პრობლემის მოგვარებისკენ. რა თქმა უნდა, სერვისების ნაწილი შეიძლება გავყოთ ორად. ერთი ეს არის უშუალო სტრატეგიის განსაზღვრა და კონკრეტული კლინიკები თუ მზად არიან იმისთვის, რომ ჩვენი ჩართულობით აღასრულონ კონკრეტული სტრატეგია, ამ შემთხვევაში საკონსულტაციო კომპანია უკვე აღსრულების ნაწილშიც შედის. ისე როგორ ხედავთ აი ახლო მომავალში ზოგადად, ანუ ამ კუთხით როგორ განვითარდება საქართველოში სამედიცინო მენეჯმენტის, ასე ვთქვათ, ეს მიმართულება? აი თვითონ ამ იმპულსებიდან როგორ ხვდებით? მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი, აქეთკენ სულა დაწყებულია და ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ეს გახდება ასე ვთქვათ, სამომავლო ტრენდი, ყველა სამედიცინო დაწესებულება ამაზე დასვამს აქცენტს, რომ გარდა კლინიკური სერვისებისა, ყველა სხვა სერვისის ხარისხი გააუმჯობესოს, საბოლოო ამოცანა არის კმაყოფილი და ჯანმრთელი პაციენტი, ხო ესეა? შესაბამისად, სამედიცინო ბიზნესები დღეს უკვე იწყებენ ამაზე ფიქრს და დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე მოქმედებაზეც გადავლენ ფიქრიდან, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანა მიიღოს გამართული ჯანდაცვის სექტორი და ეს არ არის მხოლოდ ლოკალურად ქვეყნის ინტერესი, ხო? თუ ჩვენ საუბრობთ მაგალითად სამედიცინო ტურიზმის ძალიან აქტიურად განვითარებაზე, ტურიზმისთვის ერთგვარი დაბრკოლება შეიძლება გახდეს არასათანადო სერვისები სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ამ სურათს, მგონია რომ სამედიცინო დაწესებულებები ამაზე მნიშვნელოვან ყურადღებას დახარჯავენ და უკვე ქმედით ნაბიჯებსაც გადადგამენ. ისე რა არის ყველაზე უკვე რაღაც იდენტიფიცირება რომ მოვახდინოთ, ხო, დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის, ხო, რა არის მთავარი პოინტები, ხო, რაც რეალურად რაზეც სამუშაო აქვს, ხო, რაზეც მოგმართავენ უკვე, ხო, არის თუ არა ხა ყველა ბიზნესთან გვესმის, რომ ადამიანური რესურსი არის ძალიან დიდი პრობლემა და ასე შემდეგ, ხო, ფინანსები და ასე შემდეგ. ანუ ყველაზე ესეთი მთავარი და ეხლა როგორც ექსპერტისგან ძალიან საინტერესოა. რამდენიმე ასე ვთქვათ პოინტი შეიძლება გამოიყოს. პირველი ეს არის კადრების დიდი გადინება და როგორც წესი კლინიკებს უჭირთ ხოლმე კვალიფიციური კადრების სწრაფად მოძიება. მეორე პრობლემა ეს არის ზუსტად სერვისის ნაწილი, როცა კლინიკური სერვისი მაღალ ხარისხს, მაღალ დონეზეა, მაგრამ ყველა სხვა შეხების წერტილი, რაც პაციენტს კლინიკასთან აქვს, არ არის ან სათანადოდ გამართული, ან დამაკმაყოფილებელი, რაც არ იწვევს ამ პაციენტების გრძელვადიანი ლოიალობის შექმნას. მაგალითისთვის, თუ სატელეფონო ზარი განხორციელდა კლინიკაში და სათანადო ინფორმაცია ვერ მიიღო პაციენტმა, მაგალითად, არ მოხდა შეხსენება დანიშნული ვიზიტის, მაგალითად, კონსულტაციაზე მოსული პაციენტი დარჩა გაურკვევლობაში და ბოლომდე ვერ მიიღო სრული ინფორმაცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ან შეიძლება ყველა ეს ეტაპი წარმატებით გაიარა, მაგრამ მკურნალობის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სხვა ფინანსური დანახარჯის წინაშე დადგა, ვიდრე ის წინასწარ ელოდა, იმიტომ რომ არ იყო მასთან სრული და გამჭვირვალე კომუნიკაცია ამ თემაზე. ანუ ყველა ეს შეხების წერტილი, რაც პაციენტს აქვს კლინიკასთან, სინამდვილეში საჭიროებს ცალ-ცალკე დამიზნებულად მუშაობას იმისთვის, რომ ჯამში სერვისი იყოს გამართული. მოკლედ, რა ვიცი, მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოში გაჩნდა მსგავსი კომპანია, რომელიც ალბათ დიდი ალბათობით კი არა, დარწმუნებული ვარ, რაღაც ახალ სიტყვას იტყვის, ამ ჯანდაცვის, ასე ვთქვათ, სამედიცინო მენეჯმენტის კუთხით. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა, თამარ, ძალიან დიდი მადლობა. მე ძალიან დიდი წარმატებებს გისურვებ, იმიტომ რომ სულ ახლახანს შეიქმნა კომპანია და ვიცი უკვე რომ ძალიან ასე ვთქვათ, მაღალ შედეგებზე ხართ გასულები, აი ხა ჩვენი ასე ვთქვათ, აუდიტორია ხედავდა კადრებშიც ხო, ანუ იმ ტრენინგებს, იმ სემინარებს, რომელსაც უკვე ატარებთ აქტიურად და ძალიან დიდი მადლობა ჩვენი დროისთვის, თამარ. მიხარია ძალიან გულშემატკივრობ და ძალიან დიდი წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. თამარ, ძალიან დიდი მადლობა. ფანტასტიკური სპიკერია, გულწრფელად და დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ამ სფეროს ვეხებით და ძალიან ხშირად ვეხებით და მადლობა შენ, რომ მოგვეცი იმის შესაძლებლობა, რომ ამაზე გვესაუბრა. აი კიდევ ერთხელ, აი დიდი სიამოვნებით ვზად ვართ, რომ თამარს უმასპინძლოთ კიდევ არაერთხელ და ვისაუბროთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საჭიროებო და გამოწვევებზე. გისურვებთ წარმატებებს და მომავალ შეხვედრამდე. სერგო, ძალიან დიდი მადლობა ტრადიციის ამებრ, ასეთი ძალიან კარგი კამბექისთვის, როგორც იტყვიან, ძალიან საინტერესო თემატიკით და რუბრიკით.